რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული იმედი და პოსტივი დაასანქცირა. ფინანსური შეზღუდვები რუსული სანქციების პაკეტის ნაწილია. იმედი და პოსტივი განზრახ ავრცელებენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წერია სასანქციო დოკუმენტში. რამდენიმე კვირით ადრე რუხაძემ, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ტელეკომპანიას სიმბოლურად 1000 ლარად გაყიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეკონომისტები წერენ, რომ სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანა ბიზნესისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო წინადადება და მტკიცებულებათა პაკეტი. ინფორმაცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დაადასტურა. მისი განმარტებით პაკეტი ვერ მიიღეს, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა მას ვეტო დაათეს. შვილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა, ისევ რთულია, თუმცა არის პროგრესით. სხვადასხვა პროფილის ექიმები მის გამოჯანმრთელებას ამ დრომდე ცდილობენ. თავარს მედინას კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, რომ ჩატარდა უნიკალური ოპერაციები. მედიკოსები არ გამორიცხავენ მის თბილისში გადაყვანასაც მას შემდეგ, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს. ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე 33 წლის ბრალდებულმა ცივი იარაღით 3 პირს დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან, კაცი კი დაკავებულია.